თქვენი ადვოკატები უბრალოდ ჩვენ არ თქვენი ადვოკატების დავასრულოთ ბატონო ნუ აწყვეტინებ როცა საუბრობს ანდრო თქვენ დაასრულეთ ბატონო ნუ აწყვეტინებთ ხოლმე Max აღმოჩნდა საკითხთან დაკავშირებით ანდრო ანდრო თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვინაიდან არის არა მესმის დიახ მესმის ნახეთ იან არ ამიპასუხოთ 40000-ზე მეტი კაცი შესაძლებელი თუ იყო თუ არა რომ ყოფილიყო აქციაზე კი თუ არა მეტი არ ვიცი შეიძლება კი იყო ან მეტ ნაკლები იყო არ ვიცი თუ შეიძლება 5000 იყო არ დამითვლია 60 კაცი შეიძლება ყოფილიყო ეტა გუჯა თვითონ დასავ შეკითხოს არ ჭირდება დახმარება აი რა ჭირდება ეს კითხვა ანუ თვითონ ვეთქვა რომ შესაძლებელია ყოფილიყო ანუ რაც მოვისმინე თქვენ ამბობთ რომ ვერაფერი ვერ დაინახეთ კონკრეტულად ვერაფერი ვერ გაიგეთ იქ შეიძლება 40000 კაცზე მეტიც იყო ანუ 40000 კაციდან ვიღაცამ შეიძლება რაღაც ისროლა და ჩვენთან რა შუაში ხართ რომ გითხრათ ანუ ჩვენ ბატონოს მოდით ნახეთ წეგან ანდრომაც იგივე შეკითხვა ერთი წუთით იგივე გააჟღერა და თქვენი პოზიცია საბოლოო ჯამში ამას შევაფასებთ და თქვენ რაც გაქვთ პოზიცია ეს მნიშვნელოვანია რომ თქვენ გქონდეთ აღნიშნული პოზიცია ნახეთ მოწმე მოვიდა იმიტომ რომ კონკრეტული კითხვებზე პასუხი გასცეს საბოლოო ჯამში ამას რა თქმა უნდა მეც შევაფასებ და თქვენ შეაფასებთ მაგრამ ახლა ამას არ ვაფასებთ უბრალოდ კითხვებზე პასუხებს ვიღებთ აი მეც აღნიშნავ რომ ძალიან ცუდი ფაქტია ჩემთვისაც რომ ვიღაც დაზიანდა საერთოდ არ მივესწავლები ამას უბრალოდ აქ რა შუაში ვართ ამ ადამიანთან მართლა ვერ ხვდები კიდე ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენ თქვით რომ ანუ რაღაც პარლამენტში შეჭრა შეიძლება იგეგმებოდა ანუ თქვენ ვალდებულებაში თუ შედიოდა აქციაზე ყოფი ის დაცვა რაღაც ზიანების საფრთხის რომ ყოფილიყო მათი დაცვა თუ შედიოდა თქვენს ვალდებულებაში ნებისმიერ ადამიანის კინა აქციაზე იყოს კინა სხვაგან დაცულება ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ევალება ყველგან არ აქვს მნიშვნელობა სადმოყოლებით ანუ იყო თქვენი ვალდებულება მათი დაცვა რა მაინტერესებს ანუ პოლიციელები ხო იყვნენ განლაგებულები თქვენ ზუსტად წინ იყავით თუ სადღაც შუაში ამაზე ისაუბრა როგორ საკმაოდ რას თქვა ეს წინ არ იდგა ხო ანუ ზუსტად რა იცი თუ აქციაზე მგომა ხალხმა ისროლა ის თქვა ამაზე ბატონო მოსამართლე არაერთი კითხვა დაისვა და გაცემული არაერთხელ პასუხი ერთი დაიგო რევაზ უპასუხო ამ შეკითხვას აღარ დავასრულოთ უბრალოდ რევაზ უპასუხო ამ შეკითხვას მოკლედ რომ იქ სპეცრაზმელებიც ისროდნენ მსგავს ნივთებს მე პირადად აირწინაღის წინა ნაწილი მოხდა ყვითელი რუა თავში და კაფსულაც მოხდა გასროუშოს ფეხში ანუ ჩვეულებრივად ის სპეცრაზმელებიც ისროდნენ იმ ქვებსაც და ყველა ზემოჩამოთვლილ ნივთიერებას ეს ადამიანი ვერ ხედავდა ვინ ისროდა უბრალოდ მაღლიდან რაღაც დაეცა ჰაერში და საიდან ადასტურებს რომ აუცილებლად აქციაზე მდგომა ადამიანმა ესროლა და გამორიცხავს თუ არა რომ სპეცრაზმელის ნასროლი ნივთი შეიძლება მოხვედრო და სხეულს დონორებას ამაზე გაცემულია პასუხი არა გაცემულია ეს პროვოკატორია და მე ვამბობ სპეცრაზმელის მეორე გაცემულია ერთი წუთით დარბაზში ბოლო გაფრთხილებას ვიწლევი. ბოლო გაფრთხილება იქნება ჩემი წესრიგთან დაკავშირებით. მე მოწმეს ვესაუბრებით. ერთი წუთით დავასრულოთ. ბოლო გაფრთხილებას ვიძლევი დარბაზთან დაკავშირებით და შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ხდომის დახურვასთან დაკავშირებით. ასე რომ გავითვალისწინოთ და ნუ გამოვიწევთ ხმაურს და დისკომფორტს. ეს კითხვა, რომ გამორიცხავს თუ არა, რომ სპეცრაზმელ შეიძლება ესროლა ის ნივთიერება, რაც მოხდა. როგორც აღნიშნე და მე როდესაც იქ ვიყავი, ჩემს სპეცრაზმელი საერთოდ არ იყო. შენი სპეცრაზმეა შუაში. საერთოდ არ იყო. ჩემი არა. მე როდესაც იქ ვიყავი, სპეცრაზმი მობილიზებული საერთოდ არ დამინახავს.
შესაბამისად სპეცრაზმენის დასრული თვითონ პოლიციელს რო ესროლა იქ სიტყვა თქვენს გვერდით რუსთაველის მხრიდან მოხვდა. უკაცრავად განცხადების უფლებით ვისარგებლები, რადგან გრძელდება ახლაც დაკითხვა. რამდენჯერმე აღნიშნეთ უკვე რომ თუ რაღაც ხმაური იქნება ან ვიღაცა რამეს სიტყვის ან სხდომა დაიხურება. წინასწარ გვინდა ასეთი განცხადება გავაკეთოთ, იმიტომ რომ გვაქვს ამის მავნე პრაქტიკა და სამწუხაროდ მე ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა იმის რომ სხდომა გახსნილიყო. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ქალბატონის მხრიდან იყო რაღაც მოქმედება განხორციელებული, რომლის გამო თქვენ თქვით რომ შეიძლება სხდომა დაიხუროს. წინასწარ გეუბნებით და სასამართლოს მიმართავთ რომ თუ რომელიმე ადამიანი ჩვენ მხარს გიჭერთ, აბსოლუტურად სასამართლო დარბაზში უნდა იყოს წესრიგი დაცული და ასე შემდგომ. თუ რომელიმე ადამიანი დაარღვევს წესრიგს, ამ ადამიანის გაძევება უნდა მოხდეს დარბაზიდან და არა სხდომის დახურვა მთლიანად. იმიტომ რომ აქ ჩვენ ასაც ხედავთ, ახლა ათეულობით ადამიანი სრული სიმშვიდით უყურებს ამ ტრაგედიას, რომელიც ახლა სასამართლოში ხდება. მათ შორის ჟურნალისტები და კონკრეტული ერთი ადამიანის ემოციებამ, განხორციელებამ, მოქმედებამ რაიმე სახის არ უნდა გამოიწვიოს შემდგომის დამსჯელი მექანიზმის გამოყენება, რაც აქამდე იყო გამოყენებული. შეიძლება ამას არც აპირებდით, თუმცა ვალდებული ვიყავით, რომ ეს გაგვეჟღერებინა ჩვენ. დათორიკე, ამ დეჯერ მაგიტო გავაჟღეროთ, სასამართლოს სურვილი და ინტერესი ნამდვილად არ არის სხდომის დახურვა და ამის საშუალება არა მხოლოდ ამ სხდომაზე, არამედ ამ სხდომის წინა სხდომებზე შემეძლო რომ გამეკეთებინა. ზოგადად განმარტებას იმიტომ ვამბობ, მათ შორის დამსწრე პირებისთვისაც იმიტომ მინდა რომ გასაგები იყოს, რომ სასამართლო ძალიან კარგად ხედავს, ვინ როგორ და რანაირად იქცევა და არ აღიქვათ რომ ვერ ხედავს, ძალიან კარგად ხედავს და იმიტომ არ ვაძებე რომ გარკვეულწილად ეს მისთვის მიმანიშნებელი იყოს, რომ კონტროლი განახორციელოს საკუთარ თავზე და მექანიზმზე. ამდენჯერ მაგიტო განვაცხადე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გარკვეულწილად მე სხვა ბერკეტით ვარ და მრჩება მეორე დაისვა რო ამბობს, მე რა ორჯერ დაისვას და ორჯერ უპასუხოს ერთი სიტყვა რა მოხდა. აი ჩემი მხრიდან იმიტომ პირველად ვარ და ვერ ხვდები და. ასეთი კითხვა მაქვს, რომ როდესაც იქ დავალებაზე გამოგიშვეს, რაიმე წამახალისებელი პრემია თუ იყო დაპირებად გარკვეული ქმედებების შესრულების შემდეგ, მაგალითად, რომელიმე ადამიანის დაჭერის და ასე შემდეგ. არა. აი და ბოლოს კითხავთ თქვენ ამომიცანით მე რომ მიგესროლეთ? როგორც აღნიშნე, უშუალოდ ის პრობლემა. ან კი მითხარით ან არა? არ დამინახავს რომ ის პიროვნება მის მესროლა. ერთი პატარა განცხადება რო გავაკეთო წინააღმდეგიანი შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით. ან ტელევიზიებთან მინდა ერთი პატარა თხოვნა, ან ორი ვიდეო კოლაჟი რა. აქ ახლა ბევრი სტუმოწმე ვნახეთ განული სასამართლოების და კიდევ ბევრს ვნახავთ, ასევე ტიტუშკებიც ამოვიცანით. ასევე ვიცით ის პოლიციელები და რობოკოპები, ვინც აქციებს არბევდნენ და ვიდეო კოლაჟი იმაში მდგომარეობს, რომ აკეთდეს დაეწეროს მოღალატე სახელი და გვარი და ფოტო. ასევე მეორე ვიდეო კოლაჟი გაკეთდეს აგვისტოს და აფხაზეთის ომის აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების ვიდეო კოლაჟი, წარწერით გმირი, სახელი და გვარი და ფოტო. არც ერთი ყველა სრუმოწმეს ვივახსოვრეთ, არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული. გმირები კი სამუდამოდ იცოცხლებენ ჩვენს გულებში. მადლობა.